დღეს ეტანტამ დამაჩელეჯა დამეტესტა ჩემი სროლის და პასების სკილები შუთ 360 თბილისში, სადაც ყველა საჭირო ატრიბუტიკაა პერსონალური ვარჯიშებისთვის. ჯერ ვისვით 15 საჯარიმოს, შემდეგ კი სახალისო მინიგეიმით დავტესტავ ჩემი პასინგის ხარჯს. და დაიწყო თვით ლებრონმა საჯარიმოების სროლა პირველი, რა თქმა უნდა, ეირბოლი, რასაც არ ველოდით და აჰა, დაუბრუნდა თავის ჩვეულ სტილს. და აშკარად ფარის პრობლემები არის, ეს ადამიანი ისე არ მაზავს და ზედიზედ პოლი გამარჯვებს უყურებთ მესამე. ეს არარეალურია, ეს მე მგონი ფოტოშოპი არის და რა თქმა უნდა, ჩააგდო, როგორც შვევია ხოლმე, კიდევ ერთი ჩააგდო, მაშინ სტეფკარიმ გაიღვიძა. NBA-ის კონტრაქტი გაამზადეთ, რამდენიმე დღიანი მაინც მიეცით ამბის განვითარების საშუალება. იმიტომ რომ აი უბრალოდ ვერ აცელს უნდა აი აცილა. აი ეს ერთი ეპატიება არა უშავს. აი ორიც. მე მგონი ქარია, ქარის ბრალია, დარბაზში არის ქარი. ორ პირი ქარი იყო და რა თქმა უნდა, კარი რო დახურეს ეგრევე ამანაც ჩააგდო. კიდევ ერთი და აი ხედავთ ამ შესანიშნავ ადამიანს არ არის რატოღაც ყმაყოფილი და რატო არ არის არა და კარგად ისროლა. საშინელება. სიჩქილი მენა ანდერ ფორმატებიცო იღებენო 27000 ქულებსო 30000 ქულებსო ყველა ცუდი რა შეგვიძლია აიყვარიო 2000 ქულა და ის ახლა დაამტკიცებს რომ ანტირეკორდის დამყარება მას შეუძლია ძალიან დავისუფლად მაგრამ ეგრევე 40 ეტაკა 40 ქულა აიღო თავიდანვე პირველივე პასზე და რატომღაც ვეღარაფერს ვეღარ არ ტყავს და 35 რა თქმა უნდა ყოჩა, აი გაორმაგება მოვიდა 2x-ი და გამაზა, მაგრამ არა უშავს 31-ს გაარტყა, კიდევ ვერაფერს ვერ არტყავს. კიდე აი 40-ს გაარტყა, მაგრამ აი რა ვიცი, ეს ბიჭი რაღაცა ვერ იასპარეზა, ხო? ჩემპიონში ეგრე გამოჩნდა რა. და თვითონაც ეთყობა სახეზე, ყველაფერი აწერია ზედ, მაგრამ ბატონოთას დავავიწყებ, ეს თამაში შედგება 4 ნაწილისგან და ეს ხოლმე პირველი ნაწილი იყო, აიღო 600 ქულა და 2000-საც აიღებდა ჩემი აზრით. არა უშავს დაავიწყდა და დანებდა. მე ბოდიშ ვხდი შუთ 360 სტავს რომ ამას უყურა, ასევე თქვენ რომ ამას უყურეთ და სეტანტას. იმიტომ რომ იმედები გაუცრუეთ. დამაფოლოვეთ რომ უფრო ძლიერი დავგვიგდო.